ქართული ღვინოს CNBC-ზე წინანდლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე მილიონიანმა აუდიტორიამ ერთი გადაცემის წყალობით მიიღო ქართული ღვინო ამერიკელებისთვის ჯერ ახალია, თუმცა კალიფორნიის ღვინის ინსტიტუტის წარმომადგენლები თვლიან, რომ უნიკალური ქართული ჯიშებისგან დამზადებული ტრადიციულ ღვინოს ადგილობრივ და ძალიან დიდ ბაზარზე პერსპექტივა აქვს. Sinadali, this is interesting, from the Republic of Georgia. ქართული წინანდალი ამერიკულ ტელეარხზე წლევანდელი შემოდგომის საუკეთესო შეთავაზებებს შორის მოხვდა. CNBC-ს გადაცემა Today-ში ღვინის კრიტიკოსმა და რესტორნების ცნობილმა მრჩეველმა ჯო ბასტიანიჩმა ამერიკელ მაყურებელს რამდენიმე ღვინის გასინჯვა ურჩია, რომელთა ფასიც $20-ზე ქვემოთაა. მათ შორის ერთ-ერთი თელიანი ველის წინანდალია. როგორც ამბობენ, საქართველო იყო პირველი ადგილი მსოფლიოში, სადაც ღვინო დაამზადეს. ასე რომ ღვინოს აქ დიდი ხნის ისტორია აქვს. ძალიან საინტერესოა, რომ მსოფლიოს ამ ნაწილში დამზადებული ღვინოები არის თანამედროვე და ტექნიკურად სწორედ დაყენებული. ვიდრე გადაცემის წამყვანი და სტუმარი მაყურებელს უხსნიან, რომ წინანდალი ჯორჯიის შტატიდან კი არა საქართველოდანაა, თელიანი ველი ცდილობს აქტიურად იმუშაოს ამერიკის კარგად ცნობილ დიდ ქალაქებსა და შტატებში. კომპანიის სტრატეგიაა, რომ საკუთარი პროდუქცია ცნობილი ჯერ რესტორნებში გახადოს, რაც მათზე მოთხოვნას სუპერმარკეტებშიც გაზრდის. წინანდლის წარმატებასაც რაციონალური ახსნა აქვს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვეწევით რეკლამას იმ ღვინოებისას, რომელიც ცნობილია და რომელიც რეალურად არის საქართველოს სახე. ეს არის თეთრ ღვინოებში წინანდალი, იმიტომ რომ ისტორიული ქართული ღვინო აქვია ერთ-ერთი ძირითადი, ასე ვთქვათ, მევენახეობის კუთხის სახელი და წითლებში მუκუზნი. შესაბამისად, ალბათ ამან უფრო გამოიწვია, რადგანაც არჩევდნენ თეთრ ღვინოებს ამ ეტაპზე, ამან უფრო გამოიწვია წინანდლის არჩევა. უნიკალური ქართული ჯიშებისგან დამზადებული ტრადიციული ღვინის პერსპექტივას კალიფორნიის ღვინის ინსტიტუტის წარმომადგენლებიც ხედავენ. ორგანიზაციაში, რომელიც 1000-ზე მეტ მეღვინეობისა და მასთან დაკავშირებულ ბიზნესს აერთიანებს, მუდმივად ეცნობიან სხვა ქვეყნების კულტურებს. ქართული ღვინო მათთვის ჯერ ახალია, შესწავლის პროცესი კი საინტერესო. საქართველოში წარმოებულ დიდებულ ღვინოებზე დიდი ხანია ვიცი, მაგრამ სრულად დავაფასე ისინი, რაც აქ ჩამოვედი. რაც აქ გავსინჯე, ღვინოების ხარისხი ძალიან მაღალი იყო. გავსინჯეთ ფანტასტიკური შუშხუნა, ასევე წითელი და თეთრი ღვინოები. ისინი გამოირჩეოდნენ სრულყოფილი შემადგენლობით, ჩაქრიანობითა და ხილის არომატით, რაც ძალიან უხდება საკვებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდაზე მუშაობს ღვინის ეროვნული სააგენტოც. სტრატეგიულ ადგილებად სააგენტომ ნიუ-იორკი, სან-ფრანცისკო და კალიფორნიაში არჩია და საგანგებოდ დაიქირავა მარკეტინგული კომპანია, რომელიც ამერიკის არატრადიციულ ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდაზე იმუშავებს. ჩვენი მოლოდინია, რომ აქ მეტი კომუნიკაციით, მეტი ურთიერთობით ქართულ ღვინოზე შევქმნით ინფორმაციას, ცნობადობას და ქართულ ღვინოს გავხდით მოთხოვნას. ქართული ღვინო ამ ეტაპისთვის შედის საშუალო საფასო სეგმენტში და შესაბამისად ეს საშუალო საფასო სეგმენტი არის ყველაზე მეტად გაყიდვადი. დიდ შემოსავლებზე ფიქრი ძალიან ძნელი არის, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ ადგილი უნდა დავიმკვიდროთ. რადგანაც ყველაზე გაყიდვადი ნიშა ამერიკაში არის 10 და $20 შორის თაროს ფასი ღვინის, შესაბამისად მიუხედავად იმისა, რა მარჟა დაგვრჩება, ჩვენ ეს იქნება პატარა თუ დიდი, ჩვენ ვცდილობთ ამ საფასო სეგმენტში მოვხდეთ, იმიტომ რომ მეტი შანსი გვაქვს, რომ მომხმარებელმა გავსინჯოს. რამდენად პოპულარული გახდება ქართული ღვინო ამერიკის ბაზარზე, ამის გარკვევას წლები დასჭირდება. თუმცა რქაწითელისა და მწვანის ყურძნის ჯიშებისაგან დამზადებული წინანდალი CNBC-ს რამდენიმე მილიონმა მაყურებელმა უკვე გაიცნო.